თუ უსმინეთ და როგორ აფასებთ პრემიერის მიერ დღეს შეჯამებულ 2 წლიან ანგარიშს? Ამ კითხვით დღეს პალიტრატივიმ საზოგადოებას მიმართა. აზრი არ აქვს მაგის აზრების გამოთქმას, ხალხის აზრს ვინ ითვალისწინებს არანაირად. საერთოდ დადებითად ვაფასებ. რატომ? პრემიერს კონკრეტულად და ამ მთავრობას. რატომ? ეს ძალიან გრძელი საუბარია. მე ვფიქრობ, რომ ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. იმიტომ რომ ის რაც იყო, ეს იყო კატასტროფა. ძალიან დიდი იმედები მაქვს, ძალიან ჯერა, დიდი რწმენითა ვარ და ვფიქრობ, რომ დაალაგდება ქვეყანა. ბევრი მოგვითვენია, ბევრსაც მოვითვენთ, მაგრამ აი ზღვარს ცილდება ოპოზიციის ასეთი დამოკიდებულება. არ მომისმენია და როგორ შევაფასო? საშუალოდ არ არის კიდევ ის საშუალება, ის პირობები არ აქვს ხალხს და აი რა გითხრათ, განსაკუთრებით პენსიების მომატება, რომ 150 ლარი არანაირად არ ეყოფა პენსიონერს დღევანდელ პირობებში. ძალიან ცუდად. რატომ? იმიტომ რომ არ არიან დღევანდელი მთავრობა კაი მთავრობა. ნორმალურია მოგონი. რატომ? რა ვიცი, ყოველ შემთხვევაში წლისვლისკენ არის ყველაფერი მიმართული. მე არა ვარ კომპეტენტური პიროვნება, რომ მასზე პასუხი გაქცე. ჩვეულებრივი ტრადიციული ის გრძელდება მარტო ლაპარაკი. ძალიან ბევრი კარგი რამე გაკეთდა, ეს კარგია, რომ ეს ძალადობა აღარ არის და ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ მენეჯერები გვინდა, მენეჯერული აზროვნება გვინდა და ნაკლები ემოციები.